რამდენიმე წუთში გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდარული შეჯიბრება დაიწყება სნოუბორდში. ვინ მიიღებს მონაწილეობას ტურნირში? დეტალებზე დავით ერაძე ისაუბრებს, რომელიც სასტუმრო მარკო პოლოში გამართული ღონისძიების დეტალებს გაგვაცნობს. დავით, გისმენთ. Რამდენიმე წუთის წინ უკვე შედგა პირველი შეხვედრა პრესკონფერენცია და აღსანიშნავია ისიც, რომ აქ მხარეებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს საორგანიზაციო დეტალები, რომელიც ქართულმა მხარემ გაწია. მაშ ასე ხვალიდან უკვე ქართული კურორტი გუდაური მსოფლიო ისტორიაში შევა ფისას კალენდარული შეჯიბრებით და უკვე ხვალიდან გუდაური უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მზადყოფნის შესახებაც განაცხადებს. ლიდერი ქვეყნები მონაწილეობენ, ეს არის შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სლოვენია და მინდა თქვა, რომ აგრეთვე რამოდენიმე ტიტულოვანი სპორტსმენიც ყავს. ყველაფერს თავი დავანებოთ, მსოფლიო ჩემპიონი როკ ფანდერი დღეს სტუმრობს გუდაურს, იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონი გოგონა დღეს გუდაურშია და აგრეთვე ვაჟი მსოფლიო ჩემპიონი იუნიორში გუდაურში. რაც პირველ რიგში გვახარებს, იმიტომ რომ ძალიან დიდ სარეიტინგო ქულებს მატებს ეს შეჯიბრებას. მაყოფილებიან ყველა ძალიან დიდი ორგანიზებული ტარდება ეს ტურნირი, ძალიან დიდი სანახაობა იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პეტერ კორბლე ჩამოვიდა, სპორტსმენები, მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის თასის მფლობელები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგით აზრი ძალიან მოეწონათ აქაურობა, ძალიან ორგანიზებულადაა და დიდი მადლობა ქალაქის მერიას გადაუხადო ამ ხელა ტურნირის ორგანიზებაში. დღეს უკვე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა სნოუბორდის ფედერაციის, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, აგრეთვე 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი სნოუბორდში და ორივე მათგანმა განაცხადეს, რომ ქართული მთები და ქართული თოვლი მართლაც გამორჩეულია და გუდაურს მართლაც აქვს პოტენციალი, რათა უმასპინძლობს გაცილებით უფრო შთამბეჭდავ შეჯიბრებებს და ეს გაცნობითი ხასიათის შეჯიბრება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს, რათა გუდაურმა უახლოეს მომავალში უკვე მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპსაც უმასპინძლოს. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ ნანახით. გუდაურში ძალიან მაღალი დონის მთებია და თოვლიც ყველა პირობას იძლევა, რათა ხვალიდან უკვე სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგები აჩვენონ. ჩვენი ფედერაცია გაითვალისწინებს ორგანიზების მაღალ ხარისხს და გუდაური უფრო მნიშვნელოვან ტურნირებსაც უმასპინძლებს. რამოდენიმე წუთში დაიწყება ჩემპიონატის ოფიციალური კენჭისყრა, რომელზეც 19-ვე მონაწილე ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ უკვე ხვალ გვეწოდინება ის თანმიმდევრობა თუ როგორ გამოვლენ ქართველი და რა ნომრით გამოვლენ ქართველი სპორტსმენები. გარდა ამისა, ხვალინდელი შეჯიბრება მთლიანად დაეთმობა პროფესიონალებს და თბილისის დროის 7-ის ნახევარზე დაიწყება ის, ხოლო უკვე კვირას პროფესიონალების გარდა დაახლოებით 8 საათზე აქ უკვე შესაძლებლობა ექნებათ ისრიალულ მოყვარულებს და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე 50-მდე მოყვარულის განცხადება შემოსულია საორგანიზაციო კომიტეტში. მადლობთ, ეს დავით ერაძე იყო.